ყველას მოგესალმებით. ესე იგი, ამბავი, რომელზეც მინდა ვისაუბრო და გამოთქვა ჩემი აზრი, რა თქმა უნდა, სასიხარულო არ არის. ვეხმაურები ბორჯომის ვокზალი რო დაიწვა 14000 კვადრატი. და აი ამასთან დაკავშირებით მინდა რაღაც თემები დაუკავშირო უბრალოდ, რომელიც შეიძლება თქვენს მონასმენი გქონდეთ და შეიძლება თქვენს ხვდებოდეთ ამას, მაგრამ რახან უბრალოდ ეს ჩემი გვერდია და ვაფიქსირება აზრს, ამიტომ ამ თემასთან დაკავშირებითაც მინდა ვისაუბრო. პირველი, მსგავსი ფაქტები, მაგალითად, რაც ეხა ეგ პირველად ბავშვთა სამყაროს დაიწვა ბატონო და კიდე სხვა რაღაც ადრეც მოხდა რა 90-იან წლებშიც მოხდა რა საქართველოში მსგავსი რამე. ვიღაცას ან ვიღაცებს ერთმანეთში რაღაცა ვერ გაუყვიათ და ხო ამით თქვათ უფრო დაუჩქარებიათ პროცესი რაღაცის დათმობის ან გადმოცემის ან წართმევის თქვათ. დაუკავშირებ უკრაინის მაგალითს, იმიტომ უკრაინაში ვცხოვრობდი კიევში და იყო ესეთი რესტორანი ხუთორ. ქალაქიდან გასასვლელი, ანუ ქალაქ გარეთ იყო ესეთი რესტორანი. უმაღლესი დონის რესტორანი იყო, აი ნახდად ვამბობ, რომ აი თქვათ ევროპაშიც, თქვათ მსგავსი დონის რესტორანი მე არ მინახია. ანუ ხო, ისე შედარებით იმით ვამბობ რა, სისუფთავე, აი რაღაცა დამოკიდებულება ძალიან კარგი. რესტორანში შედიხარ და აი გძნობ თავს რა ეს არის ადგილი სადაც შეგიძლია რომ დაისვენო რა მოილხინო გაერთო და ყველაფერი რა ესე თქო ჩემი მხრიდან გამომდინარე ძილობის ფარგლებში რა თქმა უნდა იქ რაღაც გადაზედმეტებები არასოდეს არ ჩემი მიმართ და არც სხვის მიმართ არ ხდებოდა ესე იგი ამ რესტორანში როგორც ვიცი ერთ-ერთი მთავრობიდან პიროვნება დაუკავშირდა ამ დირექტორს ახლობლობდა ჩვენთან ჩვენს ოჯახთან და მოთხოვა ამ ტერიტორიის დათმობა თანხა რა თქმა უნდა, მაგრამ ამ კაცმა თქვა რომ ამ თანხას თქვენ რასაც თავაზობთ მე, ამ თანხას მე თვეში ვაკეთებო რა, რამოდენიმე მილიონზე იყო, 10 მილიონზე ლაპარაკი. ხო და ნუ ამ კაცმა უთხრა ესეთი რა, ანუ ესე მოგვიყვა ჩვენ ამ ადამიანმა, ნაცნობ ადამიანმა, რომ ცუდად დაასრულებო რა, ტელეფონში მითხრაო რა ამ კაცმა და გამითიშა ტელეფონი და всё ამით დამთავრდა რა ლაპარაკი. ეხლა ამ კაცსაც ყავდა ვიღაცა ხო, ანუ ისეთი ვინც ქიციციცის და ქიცმაცურიც, მაგრამ იმას ძალიან დიდი ტიპები ყავდა რა ესეთი. რეკეტ ჯგუფი სპორტსმენების, რომლებიც მაგალითად მოვიდნენ, ეს დაცვა მოყვა მერე. რაღაცა აფეთქებასავით მოაწყვეს და მთლიანი ეს რესტორანი დაიწვა. მთლიანად ანუ არაფერი არ დარჩა, აი ფერფლად დარჩა რა. რა თქმა უნდა ეს ადგილი უფრო იაფი გახდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველაფერი დამწვარი იყო. ეხლა რესტორანად რო გაეყიდა იმ კაცს, უფრო მეცი შოვიდა რა თქმა უნდა. ნუ აი ესე მოხდა ამ კაცმა თქვა რომ ნუ ღვთისმსხალობით მე მაქვს შესაძლებლობა და პრინციპზეო რა ანუ დაველოდები თქვათ რომელიმე მთავრობის ცვლას და რომელიმე მთავრობიდან მე ანუ შეხიდების ვარიანტი გაკეთდება და ამ კაცს ანუ აღადგენს ეგ კაცი ისო მაგ რესტორანს მე პირადად ვუსურვებ რომ ღმერთმა ხელი მოუმართოს მსგავსი რაღაცეები ასევე მოხდა სავაჭრო ცენტრი არის ესეთი დნეპროპეტროვსკაია ობლასტ დნიპრო გადაარქვეს მერე დნეპრი ესე ქართულად რო ვთქვათ სავაჭრო ცენტრი რომელსაც დონეცკიდან მართავდა ჯგუფი სადაც ეკონომისტებიც იყვნენ ბატონო ბანდიტებიც იყვნენ და კიდე მთავრობაში წავდა თავიანთი ხალხი დაპირისპირება გამოიწვია მერის შეცვლამ ბატონო მერი შეიცვალა ქალაქში და ამ სავაჭრო ცენტრიდან ყველას უნდა თავისი წილი ასევე ავტოსადგომი, რომელიც 4 სართულიანი იყო, მასზევე მიშენებული ამ სავაჭრო ცენტრზე, მაგასთან დაკავშირებითაც მოხდა დაპირისპირება და ისე მოხდა, რომ ხო, სავაჭრო ცენტრის უფროსი ჩაცხრილეს, თავის დაცვის წევრთან ერთად ყველა მოხდა, ანუ ყველა გარდაიცვალა სამწუხაროდ მანქანაში. ანუ მე ამას რას ვამბობ ახლა? იმას კი არ ვამბობ, რომ საქართველოშიც მსგავსი რაღაცეები ბრუნდება და რაღაცა. არა. დაკავშირება ხდება რომ არის მაგალითად მე მაგ აზრი ამ თემასთან დაკავშირებით რომ მანდ შეიძლება ვიღაცის ინტერესები იკვეთება უბრალოდ და რაც ყველაზე მთავარი არის რომ დიდი ადამიანები სულით კი არა და ანუ იმით რა ქვია ნაბიჯებით და ასე შემდეგ არა ვისაც დიდი შესაძლებლობა დიდი კონტაქტები აქვს ბევრი ფული აქვს და ასე შემდეგ იქ ეხა ნაწვალები უდევს ხალხს თუ რა უდევს მისთვის ეს არაფერი ღირებული არ არის არა ინტერესებს და აი როგორც უნდა ზუსტად ისე განკარგავს დააჩქარებს პროცესს
და ჩემი აზრია ესეთი რომ მსგავსი ფაქტები რაც მე მაგალითად შევსწრები ვარ და მინახია და გამიგია მოყოლილი პირველი პირიდან და არა თქვა რაღაც გადმოწოდებული ინფორმაციიდან მსგავსი რაღაცეები ხდება. ეხლა მაგალითად ბორჯომის ვაგზლის ტერიტორია თქვათ ვიღაცა ვინც დაინტერესებულია. მე მგონია ესე რომ რუსეთიდან მაგალითად რახან ტურისტები ბევრი შემოდის ბატონო. ეხლა სანამ კრიმის ზაპოროჟიეს და იქით კიდე მარიუპოლის კონფლიქტები და ეს ყველაფერი ჩაწყნარდება, რა თქმა უნდა, შავი ზღვა უკვე იქით ამ მხრიდან, უკრაინის მხრიდან იქნება გაღებული. თუ რა თქმა უნდა, იმის ოკუპირებულ ტერიტორია დარჩა ეს ყველაფერი. ეს სხვა თემაა, ამაზე მე ვისაუბრებთ. მე მგონია ესე რომ რუსეთიდან იმატებს ტურისტები, რა თქმა უნდა, რომ თბილისი, შავი ზღვა, ასევე თქვათ, სომხეთის მიმართულებით, ასევე აზერბაიჯანის მიმართულებით, ზოგი თურქეთშიც ბატონო შეიძლება. მე ვფიქრობ ესე რომ ამ 14000 კვადრატში შეიძლება ვიღაცა დაინტერესდეს და ააშენოს სასტუმრო. სახეირო ექნება, რა თქმა უნდა, რეისები შეიძლება ისე დანიშნონ, რომ საღამოს ჩამოდის და უკვე ადამიანი დაისვენებს, რა თქმა უნდა, იქ დარჩება. რაღაცას მოიფიქრებენ რა ესე. ხო და მე მგონია ესე რომ ერთი აზრი მაქვს ესეთი რომ შეიძლება ვიღაცა დაინტერესებული არის ამ ტერიტორიით. პირველი ვარიანტი მაგალითად პირველი მხარე მაგ კიდე ესეთი რომელიც რაც მოვისმინე რომ ცეცხლი გაჩნდა ბატონო თოდუას კლინიკის მხრიდანაც და აქედან ანუ ვაგზლის ხიდი საიდანაც არის გადასასვლელი ხიდი აი იქიდანაც ორმაგე ესე შეერთდა ორი ცეცხლი შეერთდა და მთლიანად გამოიწვია რაღაც ეს გადაწვა. ეხლა მაგალითად მეორე მხარე არის რომელიც მაგალითად იძახის რომ ჩვენ უკვე აქ მეორეჯერ დაგვწვეს ანუ ბავშვთა სამყაროდან არის ხალხი კიდე იქ იმ ბაზარში გადასული ანუ აქ ორჯერ და მესამე მხარე რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია რომელიც დღეს ვნახე და არ ვნახე მარტო მხარისგან ანუ უბრალო ადამიანს თავისი თქვათ გვერდიდანაა გადაღებული Instagram-ზე შემხვდა ეს ვიდეო და YouTube-ზეც მერე ნახეს ყუთები, სადაც მაგალითად საქონელი არდებს. ნაძვარცვია რა. ეხლა მე ეჭვი მებადება უბრალოდ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მესამე მხარე, რომელიც არის თვითონ პიროვნება დაზარალებული, რა თქმა უნდა, ემოციებიდან გამომდინარე და ტკივილი, რაც მათ თქვა ადამიანმა განიცადა და მიიღო ამ ყველაფრის დაკარგვის და ესე გაბუჭების გამო, მან შეიძლება უფრო რაღაც გაზარდოს და დრამატიზირება მისცეს უფრო დაამძიმოს ეს სიტუაცია, მაგრამ მაინც გამოძიებას რო დაველოდოთ და ასე შემდეგ, მე მაინც გონია ესეთი რაღაცა, რომ ამას ორი მხარე ექნება. პირველი, სახელმწიფო აუნაზღაურებს ამ ხალხს, ამ დანაკარგს, იმიტომ რომ მოიმადლიერებს, ასევე დაანახებს სიტუაციას, რომ აი მთავრობა ხალხს არ ტოვებს გაჭირვებაში. ხო, ეს ერთი. მეორე მხარე არის უფრო, თქვათ, მაგალითად შეიძლება სასამართლოსკენ წავიდეს ეს ხო გამოძიება და ეს თემა ცოტა გაიწელოს, ხო, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მთავრობა თუ არ მიმართავს ეხლა რა თქმა უნდა რუსეთში და თქვათ უკრაინაში თუ ჟოსკად უხეშად არის ეს კანონები, რომ მთავრობას არ აინტერესებს რა დავსეო მორჩა, რა ვერავინ ვერაფერს ვერ ეტყვის იქ საკმარისად პოლიციელებიც ყავთ და კუნთმაგარი სპორტსმენებიც, რომლებიც ამ ყველაფერ პრობლემას მოუგვარებს მთავრობას, უპრობლემოდ. ხო და ამიტომ მე ესე ვფიქრობ, რომ ამ თემას მაინც ორი მხარე დარჩება, მთავრობა მაინც ვფიქრობ, რომ გამოიყენებს და მეორე ვარიანტი არის კიდე თქვათ ესეც ვფიქრობ, რომ ადამიანები სანამ ვერ მიხვდებიან მთავრობის მართვას, საერთოდ მთავრობები აქ არ აქვს მნიშვნელობა ნაცი იქნება თუ ქოცი იქნება რა. იქეთ ამ მხარე უფრო ხო ზოგიერთი მე ვფიქრობ ხო პოპულისტები უფრო მივარდებოდნენ მან და რაღაც მოწყენილი დაღურებული სახეებით ჩაეხუტებოდნენ ამ ხალხს და ყველაფერს დაგეხმარებით იქ რა თქმა უნდა ბანკის ვიღაცა მმართველიც მოვიდოდა და ეთქვის რომ პროცენტებს გადაგივადებთ და ასე შემდეგ და ხო რაღაცა ესეთ თეატრალური რაღაცაც მოხდებოდა მაგრამ მაინც მე ესე ვფიქრობ რომ ადამიანებმა უმჯობესია გაიგონ რომ იქ რამოდენიმე ადამიანმა გააჟღერა რომ ამ ქვეყნიდან გინდათ საერთოდ წავიდეთო და მე მინდა გითხრათ ესეთი რაღაცა, ამას არ მომბობ, აი როგორ გეუბნებით, იცით, გამწარებული კაცი და აი გაბოროტებული ადამიანები, არა, აი მე ვინც მიცნობს და ჩემთან უსაუბრია, ის მიხვდება, რომ ჩემში 1% გაბოროტებაც არ არის, აი რაღაცის გამო, რომ რაღაცას ვერ ვიტანდე რა. ან თუ რამე, თქვათ, მიზეზი მაქვს, დავასაბუთებ მაინც რა, რატო თქვათ, რამე არ მომწონს, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ეგ ქვეყანა ქართველების უკვე დიდი ხანია რომ არ არის. ამას ეს ეხა
ამას არ უნდა ის რაღაც ყვირილი და რაღაცა მიგნება აღმოვაჩინე, მეცნიერული დასკვნა დავდე ან რაღაცა, არა. ეგ ქვეყანა ჩვენი არ არის და ილუზიები, რომლებიც პატრიოტიზმიდან გამომდინარე მოდის, რომ აი ჩვენი ქვეყანა და რაღაცები და ესენი დამიჯერეთ ხალხო, რომ უმცირესობაში მოხდებით მაინც მე. არც იმას გეუბნებით, რომ უმრავლესობაში გადადით, სადაც უსამართლობაა, მაგრამ იქ უმრავლესობა არის. არა. მე ვამბობ უბრალოდ ჩემი გამოცდილებიდან და ჩემი შეხედულებიდან, რაც ერთ-ერთში ხდება ყველაფერი, რაც მოხდა მაგალითად მოლდოვა, რაც ხდება ეხა უკრაინაში და რაც ხდება საქართველოში. ეს პროცესი დიდი ხანია დაიწყო და მე ვფიქრობ ესე უბრალოდ რომ ამ ყველაფერს კიდევ უფრო გამძიმდება სიტუაციები, სანამ ხალხი ვერ მიხვდება რამხელა ძალა აქვს, როდესაც გაერთიანდები და რაღაცა ემოციებს და ყვილს კი არ აყვები. აი ერთად შეიქმნას ჯგუფი, რომლებიც მაგალითად ერთად ქმნის რაღაცას. ეს არ იქნება, ეხა მე არ მინდა თქვა, რომ ვიღაცამ დამიწეროს ეხა კომენტარებში, აი ხო შეიქმნა ეს საქართველოს ქართველთა დიდი გაერთიანება და რაღაცები. ეს არის წარსულთა დიდი განვითარება და მე ჩემი აზრი მაქვს უბრალოდ რა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც დავაფიქსირე, მაგრამ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ვამბობ და იმ ხალხს ვეუბნები პირდაპირ. ბორჯომის ვაღზალზე, ვინც აი ეს უბედური შემთხვევა თავის თავზე იწვიეს. დამიჯერეთ, რომ კიდე ერთხელ რასაც გააკეთებთ, კიდე ისე გეუნებით, რომ წყევლა არ მინდა გამომივიდეს და რაღაცა ნათქვამი ისე, რომ აი თქვა ჩათვალოთ, რომ ეს ბიჭი რაღაცა ბողმით ლაპარაკობს, არა. გამოცდილება, ვისაც გაქვთ ბავშვთა სამყაროდან, რომ გადმოხედით, მე მანდ ხო ხედავთ იგივე მოხდა. აი სხვაგანაც რო გადახვალთ, მანდაც ეგეთ რაღაცას გააკეთებენ მსგავს, ან გადასახადებს გაგიზდიან, ან მაგალითად ქირა, ხო, რაღაცა სახონელის შემოტანა გაზურდებაღაც რაღაცა ის იქნება და მაინც შექმნიან ისეთ სიტუაციას, რომ საქართველოში მარტო უნდა იყოს ბატონო სუპერმარკეტები, მარტო უნდა იყოს მოლი, თქვათ ესეთი ადგილები, სადაც ადამიანები მიდიან. მე მაგალითად ევროპაში, მაგალითად პოლონეთში მინახია განკუთვნილი დღე, როცა ბაზარი არის იქ ახლა რა, ისე არ უკრაინაში ხო არის და არის, მაგრამ იქაც ხო, მსგავსი რაღაცეები მაინც მიდის, იმიტომ რომ კონკურენცია ის არის. ეხლა ვინც მარკეტში არის და შემოაქვს სახონელი, რა თქმა უნდა, იმას არ უნდა იქ რო სხვაგანაც იყოს, ხო? იმას უნდა თავისი განავითაროს და ამიტომ გეუბნებით, რომ მაგას ჯობია ვალები, რა თქმა უნდა გაისტუმროთ, მაგრამ ჩემი აზრი არის ესეთი, რომ უცხოეთში დაიწყოთ რამე, უფრო ჯობია ოფიციალურად და აქ ნახდათ გეუბნებით, რომ აქ ვიღაცა ვერ მოგადგება და ვიღაცა იმას ჭიჭიკო შაიშმელაშვილის სახელით რაღაცა წილს და დოლიას და რაღაც ეგეთ რაღაცებს ვერ მოგთხოვს რა. აქ ეგეთ რაღაცას ვერ ნახავთ. შენიანი შეიძლება მოგადგეს, ხო, მაგრამ როგორაც გეუბნებით, ისი კანონით, ვერც პოლონეთში ბატონო, ვერც გერმანიაში, ვერც საფრანგეთში, ინგლისში და იმაში ვიღაცა კიდე ერთხელ გეუბნებით, ვიღაცის ინტერესებით ტიპი ვერ მოგადგება და ვერ გეტყვის, რომ აი იცი რა, შენ აქ წვანილს ან რაღაცას რო ყიდი, მე წილი უნდა გადამიხადო. იქ არის სპეციალური სამსახურები, რომელსაც ამას მიხედავენ და ძალიანაც კარგი არის, ეგრეც უნდა იყოს. გამიგე? იშრომე შენ თვითონ და შენ თვითონ მოიპოვე. ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენი არსობისა. არის ბატონო ეს სახარებაში, რომ გავკივი ვართ, რომ ქრისტიანები ვარ და ჩვენნაირი ყველაზე ძველი მართლმადიდებლები ვარ და ობიგვადებს უკვე ქრისტიანობაში ამ მუხლის ჩოქვებით და ასე შემდეგ. ხო, აი ესეთი რაღაცა უნდა გაკეთდეს. მე ჩემ აზრს გეუბნებით, უკეთესი არის, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ თუ აგინაზღაურათ ეს ყველაფერი, გამოიყენეთ იმაში, რომ უცხოეთში წადით და უცხოეთში იმუშავეთ. უცხოეთში გახსენით ბატონო. არის თქვა ქალაქები, ადგილები არის, სადაც მაგალითად გამჭრიახობა, თქვა ქართულს არის უბრალოდ უმეტესობას აქვს ეს რა, მიდგეს რაღაცა გააკეთოს. უფრო ეგ არის რა და მიხედეთ მეთქი ჯობია უფრო ესე, ვიდრე მაგალითად ელოდო იმას, როდის რა შეიცვლება და როდის რა კიდე აშენებული დაგენგრევათ რა. კიდე ერთხელ გიმეორებთ, საქართველოს ეს ეხა ვიღაცამ გინ ცუდად მიიღოს, გინ კარგად მიიღოს. საქართველოს ქართველების აღარ არის, ეს კაი ხანი არის უკვე. ამაზე კიდე საუბრობდნენ, აი ვინც ეხა მანია აღჭირდა და მისდევთ ამ დათათუთაშხიას იდეოლოგიას და რაღაცა იქ ფილმში არის პირდაპირ, რომ ჩვენ დავკარგეთ რა, ჩვენი როლი სამწუხაროდ
და ასევე წაიკითხეთ წიგნი მაკიაველის ხელისუფალი. აი როგორ იმართება მთავრობები მე რა რო ის საუკუნეების უკან ცხოვრობდა ის კაცი, იმან ბევრზე მეტი დაინახა და ბევრზე მეტი იცოდა. და ასევე გირჩევთ რომ წაიკითხოთ ორველის ბატონო 1984. ეს წიგნიც გამოგადგებათ ბატონო წაიკითხეთ და მიხვდებით რომ თქვენ ქვეყანაში არ ცხოვრობთ და ეს რაღაც პატრიოტიზმიდან გამოვლინებული რაღაცაა რომ აი ღობეგლეჯიაშვილები და ვიღაცები გამოდიან და საქართველო და ვაიმე და უიმე რეალობას დაინახავთ რომ საქართველო კაცო იყიდება ნახევარი ტექნიკურად რუსეთის ყენ იქნება ნახევარი თურქეთი წაიღებს ბატონო ხო და ეს კიდე სხვა თემები არის მაგრამ მე ისე გეუნებით უბრალოდ ჩემი იმით ვამბობ რომ უკეთესი იქნება სახელმწიფომ თუ არ გიდგინათ ეგ ყველაფერი მაგ თანხით წახვიდეთ უცხოეთში იმუშაოთ და უფრო მეც მიაღწევთ მე ეგრე მგონია ვიდრე მან ელოდო კიდე ხელთავიდან აშენო და ხელთავიდან მე კიდე ვიღაცა მოვიდეს დაგიწვას ან ისა მოგფაროს ეს არის ჩემი აზრი და რა ვიცი ახლა თუ თქვათ რაიმე ისეთი ნახეთ ახლა ამ ვიდეოში რამე არასწორს მომობ და რაღაცა დამიწერეთ და გამოვასწორებ არანაირი პრობლემა არ არის აბა ღმერთმა ხელი მოგიმართოთ დროებით და რა თქმა უნდა ვუსურვებ იმ ხალხს ბორჯომის ვაღზალზე ვისაც ეს უბედურება შეემთხვა რომ ღვთისწყალობით და ვისაც ეს ევალდებულება იმათი რა თქმა უნდა გვერდში დგომით ეს ყველაფერი გამოსწორებულიყოს დროებით